საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ხუთშაბათს საღამოა და ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. მე მისი წამყვანი გიორგი ლომია. ჩვენ დღეს, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ როგორც ყოველთვის ყველა თემაზე, მაგრამ მე მინდა უბრალოდ შემოგთავაზოთ კონკრეტული მიმართულება, რაზედაც ყველას გექნებათ საშუალება, რომ დაგვირეკოთ, გამოთქვათ თქვენი პირადი მოსაზრება, პირველ რიგში ისაუბროთ იმაზე, თუ რა გიჭირთ და როგორ ხედავთ ამ გაჭირვებიდან ამოსვლის გზას და მთავარი კითხვა, რას ურჩევდით ხელისუფლებას, რა უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან ამოვიდეს ჩვენი ქვეყანა. ანუ კითხვა ფაქტიურად იქნება ასეთი. რას ურჩევდით, რა რჩევას მისცემდით ხელისუფლებას, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან ამოვიდეს ქვეყანა და შეიძლება არა მხოლოდ რჩევა, არამედ კონკრეტული გეგმაც კი გქონდეთ, ვინმეს მე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თემა წამოწიოთ და ამ თემაზე ჩვენ ერთმანეთს გავესაუბრებით. რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებას, სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ტელეფონი, როდესაც დაგვირეკავთ პირდაპირ ეთერში, უკვე რიგში ვეღარ ჩადგებით, ანუ იმიტომ რომ ჩვენ იმ მოწყობილობით დღეს ვერ მივიღებთ ძარებს, რითაც ვიღებთ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ტექნიკური პრობლემები და ხარვეზი აქვს. კონკრეტულად იმ მოწყობილობას, ამიტომ მივიღებთ ტელეფონის ნომრით, ჩვეულებრივი ტელეფონის ნომრით, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ რიგში ჩაგაყენოთ. ამიტომ თუ იქნება დაკავება, ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დამთავრდება საუბარი, ცოტა ხნის შემდეგ დარეკეთ და თქვენ ჩაერთვებით. თუ თქვენ ვინმე დაგვხვდათ წინ დამრეკავს უგულისხმობ. ვინც რადიოთი გვისმენს ტელეფონის ნომერს შევახსენებ ტელეფონის ნომერს, ეს არის 557, მობილურის ნომერია 557 885588. როდესაც ჩვენ ადრეც ვქონდა ტექნიკური პრობლემები, ჩვენ ამ ნომერს ვიყენებდით, ამიტომ თქვენთვის პრინციპში ცნობილია ეს ნომერი. ტელემაყურებელი კი ხედავს ნომერს და შეუძლია პირდაპირ დაგვირეკოს. იცვლება პოლიტიკური სიტუაცია, როგორც მსოფლიოში, ასევე ქვეყანაშიც. კარგია, ცუდია, ამაზე მოგვიწევს ჩვენ საუბარი, მაგრამ პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში თქვენთვისაც და პრინციპში ჩემთვისაც საინტერესოა პირადი პრობლემები, პირადი შეხედულება იმ ყველაფერზე, რაც კი ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორც გითხარით, თქვენი რჩევა ხელისუფლებისთვის. თუ რას ურჩევდით ხელისუფლებას, რომ ამოვიდეს ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ზარია ეთერში მოусმინოთ მსმენელს. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ. ხავა არა მისმენდა. როგორ არ გისმენთ, კაცო, მესაუბრეთ, ტელეფონით მესაუბრეთ. მესმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ. აი, ამის რო გამოდიოდნენ საუბარი იყო ავტოპარკინგებზე და რაღაცებზე. მე თბილისის მოქალაქე ვარ. და იმას ვიქნებ ქუქანგავ ხალხთან მანქანა პრაქტიკულად აი რო ვაყენებ გარია მიგის. მაგრამ არა ვქნა. ხალხს ვერ მივიდე. უკაცრავად, მაგრამ მე არ ვიცი ვინც საუბრობდა ამათ წინათ, შეიძლება წინა გადაცემაში ამაზე იყო საუბარი, ამიტომ კითხვა ცოტა ან გაშლილი უნდა იყოს, რომ მეც შევძლო პასუხის გაცემა, იმიტომ რომ თემაში არა ვარ ამ შემთხვევაში. ამ კითხვაზე რომ სახლში არ უნდა მივიდე, რა თქმა უნდა, მიხვიდეთ სახლში და თქვენი ადგილი უნდა იყოს, ადგილი უნდა გქონდეთ ალბათ, სადაც გააჩერებთ მანქანას. ცოტა ისეთი ზედაპირული კითხვა. ზარია ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ანუ თემა რა არის, ვერ გავიგე. დღევანდელი ესა პირობები, უხირი პირობები თუ როგორ
თუ ზოგადად შეგვიძლია თემებზე ვისაუბროთ. არა, თქვენ ყველაფერზე შეგიძლიათ ისაუბროთ, მე უბრალოდ დავსვი კითხვა, რა რჩევას მისცემთ ხელისუფლებას, რომ ამოვიდეს ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ანუ თქვენი თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, რჩევები. თუ არა და თუ სხვა პრობლემა გაქვთ, ან რა სხვა რამეზე გინდათ რომ ისაუბროთ, კი ბატონო, თქვით, მე არ გიშლით ხელს. არა, მე რო შემეძლოს და ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წარმომადგენელი მე ვიქნები. არ გამიჯირდებოდი. ამიტომ არც ერთ თავრობაში მithomდეს პატრიცემული წმინდა მიხეილი, ანუ წეული მიხეილი. ჩემი სკოლელი იყო და საკმაოდ კარგად ვიცი. ბოდიშტერი წამით ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ცოტა აუწიეთ ხმა, ძალიან ცუდად ისმის. აი ახლა ბატონო. კი, ახლა ნორმალურად. ხო. ანუ არ ქონია ეს პრობლემა ბატონოგი, არ შემეძლო იმ მიშმაკების დროსაც მობილიყავი ხელისუფლებაში და ხელი მომეთქო და დავიცი კიდე რა არ მეკეთები, ელო სასარგებლო საქმეებით. და ამათ დროსაც მაქვს ამათთან ასლები, მაგრამ არ მინდა შურს რომ ერთმა დამიფუროს იმდენი მაკრო ერთ მადლობს ვირავო. შეერი არ ყვდები და ამაზეც მადლობელი. არ მინდა რომ საკუთრებული პირისაგინებლად გავიხატო. ესეა ყოველთვის რაც გინდა ეს იყო, რა ქვია, პატიოსანი კაცი ბოლოს მაინც რაც გინდა კაი გააკეთო. მოდი მე გეტყვით პირდაპირ. ბოლოს მაინც გალანტავი გახდება კაცი. ეს არის ქართული მადლიერი ალებში. იმიტომ რომ მე გეტყვით და მეგონი გამეთანხმებით. რო გამოჩნდეს ისეთი კაცი რაღაცა ზებუნებრივი ნიჭით აღწილი რომ აი პუტინი მოაჩედო თქვა და გააგიბნოს იმ ლოფმესინგის არის და დაგვიბრუნოთ ძალიან თავისუფლად აფხაზეთი და ის რაც გამოიწვევს რაც უნდა რა ფულორს თავისი სკანდალს და ყველაფერს ერთად ნუ აი იმ დაც დამიჯერე ორი თუ შეიძლება ეს წელიწადში ქართველები მოუკრავს ეს არის რაღაცა ფენომენი ილია ბუკალი დავიდოთ აი ეს ის მწყიდა აი მაგიტოა უცნაირად არ მიიღოთ კატალოგი აი იმიტომ რომ ლიდში ვარ და აღარ მგერა ანაპრეს აი ესეთ იმისაც აღარ მგერა რა ვიცი ვებარებოდოთ ის გადავჭეს რაღაცა ფადანა შანსები კიდევ გაგვდა მაგრამ აი ეს ისა ისეთი ბოდიში მოუხდი პატრიციზმის საზოგადოებას და თქვენს აი ესეთი ბოდიში ვირისი უტიკ ნიჭოლა თავისას არა მე ვარ მართლა არა მე ნუ რა ვიცი უყავს საქმე თქვენს მაგალითად ხოლმე და რა ვიცი აი ამის იმას აღმოსაფხურელად ვინ რა პოლიტიკა რა ის რკეტები და მექანიზმები აი არ ვიცი რა მერტმა გაუმართოს მართლა მომიტევეთ სულაც ისეთი გავხატე მაგრამ საერთოდ ესია მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა ზარისთვის ნუ ყველას თავისი შეხედულება აქვს და ყველას აქვს უფლება რომ თავისი შეხედულება გაახმოვანოს მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს ყველას აზრი მისაღებია ზარია შემოუშვით დაველოდო არა ისაუბრეთ ვისაუბრო დიახ აი იცით რა მაინტერესებს აი გულისყევით მინდა რომ ვაცნობო მთავრობასაც და ყველას ვისაც ხელეციტება რა პრობლემა და რა გაქვთ თქვენო ესე იგი რასე თვითონ მთავრობას რა ჯობია რას ურჩევთ დიახ იცით რას ურჩევთ იმას ურჩევ რომ ჯერ უპირველესად განათლების სისტემა დააყენოს თავის ადგილზე რომ გამოვიდეს იქიდან ცოდნენი და მეორე იმას ურჩევ რომ ამ ხელაფასებს რომ ადებენ ყველაფერს ცოდვა ხალხი ამას თუ მოაწესრიგებენ აგრეთვე თუ მოაწესრიგებენ სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანას ეშველება მეორე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა ძალიან მწის რომ ჩვენ ქვეყანას აკილიქებს თვითონ ქართველები მთელ ევროპაში რა არის ეს როგორ შეიძლება ესეთი ქცევა გასაგებია დიდი მადლობა ზარისთვის ნუ აი ადამიანმა კონკრეტული რჩევა მისცა ხელისუფლებას რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ძნელი სათქმელია რა თქმა უნდა მაგრამ თუმცა მე შემიძლია ვივარაუდო რომ მსგავსი რამ რომ გაეთვალისწინებინათ მანამდე ანუ სურვილი რომ ქონოდათ
მე ვფიქრობ, რომ უკვე შესრულებულიც კი ექნებოდა ხელისუფლებას აი ეს კონკრეტული რჩევა, თხოვნა რჩევა, რაც გინდა დაარქვით, იმიტომ რომ ფასების ზრდა ქვეყანაში არა მხოლოდ პროდუქტზე, არა მხოლოდ წამალზე, ყველაფერ მომსახურეობაზე, ყველაფერზეა გაზრდილი ფასები. ის პენსია, ის სოციალური დახმარება, ელემენტარულად ხელფასები ავიღოთ, ის მინიმალური ხელფასები არ ყოფნის ადამიანს იმისათვის, რომ იცხოვროს. შეიძლება გეყოს, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო, ანუ იარსებო, ამისთვის შეიძლება გეყოს და ალბათ ყოფნის, მაგრამ იმისათვის, რომ იცხოვრო და სრულფასოვან ნაწილად იგრძნო თავი ამ დიდი საზოგადოების, ამისთვის ნამდვილად არ ყოფნის. ამიტომ ხელისუფლების კონკრეტული მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ პოპულიზმით დაკავდნენ და რაღაც კანონები, ისეთი კანონები მიიღონ, რომ დიდ ნაწილს მოსწონდეს, რომ აი მაგალითად ნარკოტიკის შესახებ ნარკოტიკის შესახებ კანონი კი არ უნდა მიიღო, მან ბევრი რამეა დასამუშავებელი. ისეთი კანონები უნდა შემოიღოთ, სადაც ფასების ზრდა რეგულირებადი იქნება და არ გაიზრდება ისე, როგორც თვითონ მწარმოებელს უნდა ან შემომტანს უნდა, იმიტომ რომ თქვათ უფრო მეტი ფული დარჩეს. არამედ ის მაკონტროლებელი ორგანოები უნდა ამუშავდნენ ფასების ზრდა არ უნდა ხდებოდეს ასეთი ტემპებით და თუ ფასების ზრდა ხდება, მას უნდა უსწრებდეს ხელფასების და პენსიების ზრდა. მაშინ შეიძლება რაღაც დააბალანსო ამ ქვეყანაში. ზარი ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობას. მოგესალმებით. ბატონო, ახლა საქმე ასეა. რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუ რამე ეშველება. konkretно ოილომი იბრძვის ერთმანეთს. ვინმე მისცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მას თვითონა რამე გააკეთოს, რომ ეკონომიკა წამოწიოს ან რაღაცა ამ დაპირისპირების დროს. konkretno პუტინმა დაკარგა სომხეთი, სირია, აზერბაიჯანი, არ მგონია უკრაინა შეელიოს და ჩვენ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა. და ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რომ ნებისმიერი მიერი მთავრობა, რომელიც არ უნდა მოვიდეს, გინდა არ გინდა სხვას უნდა დაუჯეროს, სხვას უნდა მოусმინოს, არ გამოდის სხვანაირად. ხომ გამიგეთ რა? რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა გააკეთოს. ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით. საგარეო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკა პირდაპირ კავშირში არ არის. არის ირიბად, რა თქმა უნდა, კავშირში ბუნებრივია, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული, რაც კი ვითარდება ქვეყნის შიგნით, მაგრამ პირდაპირ დამოკიდებულება, რომ საგარეო პოლიტიკა კარნახობს საშინაო პოლიტიკას, ასეთ რამე არ ხდება. არ შეიძლება არც დასავლეთმა და არც რუსეთმა უკარნახოს მაგალითად ან პირდაპირ დავალება მისცეს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არ გაიზარდოს პენსიები იმ დონეზე, რომ მათი შესყიდვითი, ასე ვთქვათ, ხარისხი ჯობდეს პროდუქტზე აწევის ფასებს მაგალითად. ამას ვერავინ ვერ გიკარნახებს. ამას აკეთებს თვითონ შიგნით მარეგულირებელი ორგანო, ფასების ზრდის კონტროლი, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და არა დასავლეთის ან რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. საგარეო პოლიტიკა პირდაპირ კავშირში არ არის, თქვათ, შიდა პოლიტიკაზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის რა თქმა უნდა კავშირში, მაგრამ ისეთ კავშირში არა, რომ კარნახობდეს, თქვენ აქ პენსია რამხელა უნდა გქონდეთ, თქვენ რას ფიქრობთ, რომ პენსიები იყოს, თქვათ, 1200 ლარი და პური ღირდეს 50 თეთრი, დასავლეთი ომს გამოგიცხადებს თუ გეტყვის, რომ ასეთი რამე არ შეიძლება. თუ რუსეთი გეტყვის, რომ არ გააკეთოთ ასეთი რაღაცა. ეგ გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი ხო დღეს ჩვენ გვიდულობთ და ვყიდით. როგორ უნდა გახდეს 50 თეთრი თუ იყიდი 70 თეთრად, როგორ უნდა გაყიდო 50 თეთრად? ამ რას დღეს საქართველოში ხდება? ეს პირდაპირ არ უთხრავს საქართველოს ეკონომიკას. ხო ხედავ რა ხდება? ვითომ ოპოზიცია ყველგან, ესე იგი აბიტურებს საქართველოს. მე რა ვიცი, ხა თქვენ შეიძლება სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ
არა, მე არ მომწონს ეს ყველაფერი. კი, არა, მეც არ მომწონს, მაგრამ თქვენ რო ამბობთ 70-ად ყიდულობს და 50-ად ყიდის, ასე რომ იყოს, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. არა, 50-ად რომ გაყიდოს. ხო და მაგას ვამბობ რა 70-ად ყიდულობს და ვერ გაყიდის 50-ად, ანუ მეტად უნდა გაყიდოს. ვირად უნდა გაყიდოს, კი, ანუ ასე რომ იყოს მეთქი, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც თურქეთიდან წამალი შემოდის საქართველოში და მისი ღირებულება, თქვათ, არის რაღაც კონკრეტული წამლის, არის 3 ლარი, მაგრამ აქ ფას ადებენ, თქვათ, 50 ლარს და ზოგი წამლის ფასი არის 12 ლარი, 16 ლარი და ფასი ედება 300, 400, 500%-ის დანამატით. აი, ამაზეა საუბარი, პური, მაგალითად, ელემენტარული ხორცი ავიღოთ, პური ავიღოთ. ჩვენ ხორცს დღეს ვყიდულობთ უცხოეთიდან. უცხოეთიდან შემოდის ხორცი. ძალიან ცოტა ადგილობრივი წარმოების. ხო ასეა, რატომ? იმიტომ რომ უცხოეთიდან რომელიც შემოდის. სოფელში ხალხი არა, სოფელში ხალხი აღარა. აი, ეგ არის ზუსტად და რატომ არ არის? ვინ უნდა აწარმოოს ეს ხორცი? მე საიდანაც ვარ, იმ სოფელში 30 სახლია დაკეტილი. ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რატომ არის იცით დაკეტილი? იმიტომ რომ ფერმა რომ გახსნათ, თქვენ კონკურენციას ვერ გაუწევთ შემოსულ საქონელს. შემოსულ ხორცს თქვენ კონკურენციას ვერ უწევთ და ამას უნდა არეგულირებდეს ხელისუფლება. ჩვენ რო ეხლა ელემენტარულად ავიღოთ, ჩვენ რო ეხლა მართლა სრულ იზოლაციაში მოგვაქციოს, თქვათ მსოფლიომ. აი როგორც იყო მცდელობა კოვიდის დროს. რომ ჩაიკეტა საზღვრები რაღაც და ჩვენ იძულებულები აღმოჩნდით იზოლირებულები. თლად არა, მაგრამ იზოლირებულები ვიყავით. როგორ აიწია მაშინ ფასები ყველაფერზე, ხალხი რო ყიდულობდა ყველაფერს მაღაზიებში. ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ რეალურად. ჩვენი პროდუქცია არ ეყოფა საქართველოს. როცა პირიქით დამოუკიდებლობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ყველანაირად ადგილობრივ მწარმოებელს უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებულები სხვაზე და რო შემოდის ხორცი, თქვათ, $2 უცხოეთიდან და რეალურად ხარისხიანი ხორცი ღირს თუნდაც, თქვათ, 11 ლარი ან 12 ლარი ადგილობრივი ხორცი, სიტყვაზე ვამბობ, ხო? არ უნდა შემოუშვა $2 ხორცი აქ, რომ მან არ დააგდოს ადგილობრივი ბაზარი. და მისცეს საშუალება ადგილობრივ ფერმერებს, თქვათ, რა ვიცი, უამრავ მწარმოებელს აწარმოოს ჩვენი ხარისხიანი პროდუქცია და არ დატოვოს სოფელი და არ წავიდეს ქალაქში, საერთოდ არ დატოვოს ქვეყანა, მხოლოდ იმიტომ, რომ აწარმოებს რაღაც ფერმა გახსნა, მაგრამ ფერმამ კონკურენციას ვერ გაუძლო და პირიქით ვალები დაედო კაცს და გაიქცა ქვეყნიდან, რომ ფული იშოვოს და ვალები გაისტროს. 100%-იანი ამაზე მაქვს საუბარი. ნუ რა ვიცი, ჩემი აზრით კიდე შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს, რომ თვითონ ხალხმა თუ არ ისხნა, ხალხმა თუ არ მოიღო, ხალხმა თუ სოფელში არ დაბრუნდა, ეკონომიკას არაფერი არ ეშველება. გეთანხმებით, მაგრამ ხალხი რო სოფელში დაბრუნდეს, ხელშეწყობა უნდა კონდეს ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, მაგალითად ორი აზრი არ არსებობს. პირველი ამოცანა რაც უნდა კონდეს ხელისუფლებას, რომელსაც სურს განავითაროს აგრარული თემები, მას უნდა კონდეს პირველი ამოცანა ის, რომ შეუწყოს ხელი ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ სოფელში, გახსნან ფერმები, აწარმოონ რაღაც სხვა პროდუქცია და ყიდონ ადგილობრივ ბაზარზე და გაიტანონ უცხოეთშიც. ოღონდ ყველაფერი უცხოეთში კი არ გაიტანონ, ხარისხიანი პროდუქცია ჩვენ აქ გვჭირდება საქართველოში. ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიცირებული, გენმოდიფიცირებული საქონელი, რომელიც შემოდის თურქეთიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან და ჩვენი ხარისხიანი გადის გარეთ. რა, ჩვენ ვერ გავი მესამე დონის თუ მეოთხე ხარისხის ქვეყანა ვარ თუ ადამიანები. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ ჩვენ თავს პირველ რიგში. ბათუმში ვცხოვრობ და თურქები რომ შემოდიან, ჩვენ ყველს ყიდულობენ, ჩვენ პამიდორ, ჩვენ ხილს და გააქვენ თურქეთში. დიახ, კი ბატონო, იმიტომ რომ ხარისხიანია. კი. ჩვენ პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, საკუთარი თავის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში. გაითიშა. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში. გამოთქვით თქვენი აზრი ყველა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტული კითხვა იყო თუ რა რჩევას მისცემთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა ამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ზარი ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობა, ბატონო გიორგი. მოგესალმებით, ისაუბრეთ. მე პატივისცემ ბატონო გიორგი, ვიცი თქვენი ვაჟკაცურობა და თავდადებას საქართველოს თავდადება. გაიხარეთ. ვაჟკაცობა ერთია, მაგრამ თავდადება ბოლომდე მეორე. ეხლა განვიგებდი რამოდენიმე საკითხი გამახსენდა, მაგრამ
ისა თქვენ დაგეხმარება სტუდიაში, მაგრამ მე გიხსენებთ ახლა. ჯერ ეს არ მოიხმარეს, არ მოიყენეს ერთი სპეციალისტები. შვიდი სპეციალისტები. თემური თუ შეიძლება დაუწიეთ, მე არ მესმის საერთოდ თქვენი ხმა, ვერ ვიგებ რას დაუწიეთ. ეხლა ბატონო გიორგი, აი ახლა დიდი სპეციალისტები გვერდში არ მოიყენეს. ისე წავიდა გიგაბათიაშვილი რას დაამსგავს საქართველოს და როგორი სქემა მიიღეს ამ მშენებლობის და ისე წავიდა რომ ეს არ გამოიყენეს. ართი მამთავრობა მართამთავრობა. ეხლა თემური მაისურაძე იქიდან ახლა მერაბჭიქაშვილი ძირითადი ადამიანი ითხოვს რომ ფახო დაეხმარებოდა ის რომ მაფიოზი ყოფილიყო და ასეთი კარგი სპეციალისტი. ხომ აღარ დაჭირდებოდა დახმარება. ასეთი კარგი სპეციალისტები გიორხელი დერესა თამარკეტინაძე მაისურაძე თვითონ ესეთები ხომ უნდა მოიყენონ გვერდში. დიდი პოლიტოლოგები, დიდი ანალიტიკოსები ხომ უნდა მოიყენონ გვერდში. ეკონომისტები, ეკონომიკას ხომ იცით როგორ ხდება და როგორ აგებენ. ხოდა შემიძლია კითხების ფაქტი ამბობს და მდგომარეობა რა თქმა უნდა სხვაა. კიდევ ვიდრე იმ საკითხზე რომ ბანოგიოდი მოკლა ძალიან ბევრი საკითხია თქვენ არ გქებათ ასეთი საკითხი გამოხილავე კიდევ ვიდრე ერთი საკითხზე კი ბატონო მნიშვნელოვანი საკითხზე ლაპარაკი რომ ისა აი შეიმუშავდა რაღაც მონიტირება ოპოზიციას ყველა საკითხზე პასუხს წერენ ხალხს არაცნობენ და მე ვუწევთ დასახელებელი რომელიც წინააღმდეგობაში მოდის და აი ხალხი სოფლებიდან ხომიზელდა სოფლას გაყარეს დედები დაანგრიეს ოჯახები შვილის მომხილდა შვილის ეკონდა ვერაფერი აჭამა დაუხოცეს ფრინველი ღორი ეს ხო მისან და სოფლას მოხდა ყველაფერი სიზან დასაფლად ხდება ამ სწავლაში არის ხალხი სპორტული და იმის დაგედათ რომ ქლორი ამოდის წინიდან და ეს სწორი არაფერი არ ამოდის არის კარტერომული რა გითხრათ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აყვანილი თანხმობა შემადგენლობა είτε როგორ დაზავენ იმას ახლა როგორ დაგასწრებილო მაგრამ ეს სწორის ისა ქლორის შეცვლა შეიძლება როგორც იყო ქლორი ნორმალურად ადამიანებთან მოკლედ ბევრი საკითხი მოხდა მაგრამ დიდი პოზიცია დიდი მადლობა გეუბნებით თქვენი პიროვნებისთვის თქვენ აი ირმას გასწრაფად იპატისებდა და ნინურატისები ხომ კარგად ყავს როგორ ნინურატისები ხომ ჯანმრთელად არის მოგუსტაკლეს ძალიან კარგი თავდატონი კი იმედი მაქვს კარგად არის ბატონი როგორი თავდადებულია განათლებული არ ჩანდა ნამდვილად მადლობა გენაცვალე გაიხარეთ ზარისთვის მადლობა რომ რეკავთ პირდაპირ ეთერში ამბობთ იმ გულსატკენ საუბრობთ გულსატკენ ფაქტებზე რაზედაც გული გტკივათ დამეჯერეთ მეც მტკივა ამაზე გული და იმედი გვაქვს რომ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ რაღაცას მაინც მოისმენს ხელისუფლება და ოდნავ მაინც შეცვლის უკეთესობისკენ თუ რასაკვირველია ხელისუფლებას სურს რომ რაღაც მაინც შეცვალოს და მარტო პოპულიზმით არ იყოს დაკავებული, არამედ რეალური ქმედებაც განახორციელოს. ზარია შემოუშვით. გამარჯობათ. მოგესალმებით. მათ შევას მოგახსენებთ. პირველ რიგში, ვინ გამარო საზოგადოება ერთიანი არ არის ქართული 91 წლიდან დაწყებული გადატრიალები და ამიტომ პირველ რიგში ალბათ ხელისუფლების საზოგადოება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მრავალკომპლექტის შემდეგი 15 კაცი 8 იქნებოდა არჩეული აი ყოფილი უზნეეს საბჭოს წევრების მიერ 4 პარტია რომელიც ახლა მოხდა პარლამენტში იქიდან თითო კაცი და სავს დაამატებდა კიდევ ოპოზიცია ანუ 15 კაცია საარჩევნო კომისია რომელიც დანიშნავდა საპარლამენტო არჩევნებს სავარაუდო წლის ბოლოს ეს მოგცემდა შანსს, რომ ისინი, ვინც დღემდე არ ცნობენ ამ ხელისუფლებას, აქცენტს აქვთ კანონიერად და ზვიადის გამოსახულია დროინდელები, ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას. მანამდე, სანამ ჩატარდება არჩევნები, ანუ უმრავლესობა მათ დავანიშნავთ, ეს იყო ყველაზე ობიექტური ალბათ ცესკო. ხელისუფლებიდან არ იქნებოდა არავინ კომისიაში. არა, იქნებოდა აუცილებლად, ანუ
15 კაცი პირობითად 8 უმრავლესობა ერთით იქნებოდა უზნეეს საბჭოს მიერ დანიშნულები, არჩეულები დანიშნული არსებით და თვითონ მიხედავდნენ მათ საქმეს, 4 იქნებოდა დღეს მიწევი და საპარლამენტო პარტიები იმცენ დასულები. ალბათ 4 დანიშნულება ხელისუფლება დღევანდელი სამი ოპოზიცია არ აკარცეთ, რომ ნაკლები იქნებოდა ერთი. შეიძლება 3 დანიშნა ხელისუფლებას 4 ესულ პარტიებს. ეს რომელიც დანიშნავდა არჩევნებს, გადამოწმდა სიებს, უზრუნველყოფდა თანასწორ საარჩევნო სუბიექტებისთვის, ტელევიზიას გულისხმობ პირველ რიგში და უზრუნველყოფდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამომავლოდ. მანამდე მე ვფიქრობ, ჩემი აზრია, აუცილებლად დღევანდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს 50 წლის ვიჯარით ტერიტორიები სამხედრო ბაზების განსაცდელად ან SNG-ს ფორმულებს ან ხვალზე მოგცემებად იქნება რუსეთის არა სლავების კონფედერაცია, ბელორუსის უკრაინის კავშირის 59 წლის მათ კონდეთ გარანტია 59 წელი მათ ტერიტორიას ბაზებს არავინ შეეხება. ეს იქნებოდა გარანტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული თვითმფრინავება აღდგენილიყო. აი რუსეთის თანხმობით შესაძლებლად მიმეჩნია შეეთავაზებათ ამერიკელებისთვის საქართველოს საფრთხე ბაზების განთავსება. ერთი საკითხი, არა უბრალოდ ორი საკითხი კიდე. ხელისუფლების ადგილად. აუცილებელი იქნებოდა სასოფლო სამეურნეოს კი არა, საერთოდ მიწის გაყიდვის სასწრაფო შეჩერება. იმიტომ რომ შეიძლება ისე აღმოჩნდეს, ტერიტორია კი გავაემთნიოთ, მაგრამ არავინ არ ხდეს საქართველოს ამ ტერიტორიაზე არ დარჩეს მიწა საარსებო. და შემდეგი საკითხი დავასრულებდი. ამ ხელისუფლების ადგილზე იმის გამო რომ მეცნიერებათა აკადემიამ მიაგნო ქართულ სამეფო დროშებზე არც ერთი არ არის ხუჯრიანი დროშა ეს კათოლიკური სამყაროს მაიტი სიმბოლო, აუცილებლად გამოაცხადოს კონკურსი, გრძელვადიანი კონკურსი სახელმწიფო სიმბოლოების შესაძლებლად, რომლის შედეგს შეაფასებდა შემდეგი პარლამენტი. დროშა, გერბიც მოგხსენებათ შეცვლილია და წმინდა გიორგის გამოსწორებული მეორე მხარეს იყურება, მოგხსენებათ ასევე რომ სახელმწიფო გიმში აბსოლუტური ისინია შეტანილი დებულებები, რომ სისხლის ვარსკვლავი ხომ მოგხსენებათ ეშმაკის და სატანის სიმბოლოა, არ შეიძლება მეთან სიუხვედრობა და გათანაბრება და ძილნაყრობა, არ შეიძლება რომ არ არის ნახსენები საქართველოს გიმში, თავისუფლად პირობითი ცნება და აქტივობა გონიერით თავისუფალი და შეზღუდულია მორალით ნორმებით არ სახელმწიფოები მოდუთა და ევროკავშირის შეზღუდვებია, ეს შეურაცხყოფია ახლა სულიერ თავისუფალი და აუცილებლად თუმცა არ შეიძლება წინავდეს ორგვარშუა რომელიც მოგეხსენებათ და კონსტიტუციაში საქართველოს ტერიტორია 91 წელს დეკემბრიდან მდგომარეობით განსაზღვრული და ეხლა ჩვენ აბერცუსებს დავარქვით ვერცუსებს აბსოლუტური და უნდა გამოცხადდეს კონკურსი და ახალი სიმბოლიკის გარშემო გაერთიანებული საქართველოს მოქალაქე ბოდიშვილის უნდა გამიგდოდა, მაგრამ პირადად მე ამას შევთავაზებ რომ ხელისუფლებას თუ უნდა ერთიანობა, თუ უნდა ქვეყნის გადარჩა, ეს ვიცები თუ დაიყიდა მოგხსენებათ ხო ხა შეიძლება სახელმწიფოდან აღარაფერი აღარ მოჩნდეს საერთოდ ტერიტორიულობა კი არა საერთოდ დავკარგოთ ტერიტორიები რამე თუ რუსეთმა და თურქეთმა რომ გადაინაცვლონ არავინ არ იქნება ჩვენი შეიძლება უცხოელი აღშფოთდეს ეს პროცესი განათლება კიდე აუცილებელია საერთოდ საერთოდ მოქალაქე შეიძლება სამართლების კულტურა განათლება ეს მოდეთ რა არის პარლამენტი ეს მოდეთ რა 20 შეცვალეთ კონსტიტუცია და დამატებითი სკოლები თავისთავად და უნდა შევთავაზოთ რესპუბლიკა აშენება გუნდა მე ვფიქრობ რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფო. ეხლა რომელ კავშირში და როგორ ეს გადაწყვიტავს პარლამენტი იმის განხილვის სიტუაციის გაუზიარებელი ექსtra კავშირში დავერთიებდა შეიძლება ბიბშის გავერთიებდა ქვეყნის ინტერესებს. ოდიშოთე გამიგზავნა და წარმატებები. დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის, აზრის დაფიქსირებისთვის. თქვენ თუ ატყობთ რომ მე პოლემიკაში არ შემოვდივარ დღეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველას აქვს უფლება რომ გამოთქვას თავისი აზრი, იმიტომ რომ მას ასეთი შეხედულება აქვს და შეიძლება მე არ ვეთანხმებოდი რაღაცაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლემიკაში არ შევდივარ, ვინაიდან ეს არის თქვენი შეხედულება და ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც ეს შეხედულება მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თქვენ ასეთი შეხედულება გაქვთ. ამიტომ დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის. ვაგრძელებთ გადაცემას, შემოუშვით შემდეგი ზარი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანებით. ჰალო, გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ერთი შეკითხვა. დიახ. მე დავიქე პროგრამა, ხო, მეცნიერთა აკადემია იყო შემოყალიბებული. თემურ საქმეში ხელმძღვანელი. რომელსაც ქონდა პროგრამა თუ როგორ იმალოს ეს პროგრამა მიაწოდეთ კრიტიკაში. ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა, ძალიან ცუდად.
ცოტა ხმა მაღლა თუ შეიძლება. იქით რა მაინტერესებს? დიახ. ნებისმიერი აკადემია იყო შემოყალიბებული ემუშკაშაშის პროგრამაზე. იქ იყო ლაშქრი ივანია და ძალიან ბევრი მეცნიერი. და ქონდა პროგრამა 21 ზოგადად პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც აღადგენს თავრობას. მეცნიერება. აი ამ პროგრამის წაიღო პროგრამა. არაგაკურად არაგდეს. ის პოსტობის მეურნეობა არის. ის ყველა ხელშეკრულება. მეცნიერების თეორიასთან. დარა თქვენ გინდათ რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს, ანუ ხელისუფლებას ეუბნებით რამეც? როგორ არის ეს პროგრამა ამოქმედდეს, თან უბრალოდ ვარ. სოფლის მეურნეობაზე პროგრამა ძალიან კარგი პროგრამაა. არც პროგრამა, არც ტელევიზიაში არ არის მოუწინეთ ასარაფერს. კითხვა რაში მდგომარეობს, მეგობარო? კითხვა რაში მდგომარეობს? აი ეს პროგრამა, რატომ არ უნდა განახორციელოს ასეთი პროგრამა? როგორ რა გავაგზავნე ყველა და გავაგზავნე. და უნდა უშუალოდ პროგრამა მეცნიერები არიან მეცნიერები. ჩვენ ხარ რომელსაც აქვს პროგრამა. შეიძლება პროგრამა შექმნა. ნუ ეს პროგრამა ხელისუფლებასთან შეთანხმებით თუ ამუშავდება, ხო ასეა? ხელისუფლები, ანუ პოლიტიკური ნება ასეა. ამაში ხელისუფლება ვარსამუხა. ძალიან ცუდად მესმის ხმა. ძალიან ცუდად. მეგობარო, მსგავსი პროგრამები ან უცხო დონორის მიერ უნდა იყოს დაფინანსებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა აამოქმედოთ ეგ პროგრამა. თუ ხელისუფლებაში არ არსებობს ეს პოლიტიკური ნება და როგორც ჩვენ დავინახეთ, ალბათ არ არსებობს, რადგან აქამდე ვერ განახორციელეთ, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ასეთ დიდ პროგრამას, როგორც თქვენ ამბობთ, ვერ განახორციელებთ. თანაც მე პროგრამას არ ვიცნობ. შეიძლება თვითონ პროგრამაც არ იყო მთლად დახვეწილი, თუმცა თქვენ რადგან ამბობთ, რომ სერიოზული სპეციალისტები მუშაობდნენ, ალბათ დახვეწილი პროგრამა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჭირდება ხელისუფლებას, ამიტომ არ არის გამოყენებული. არ შემიძლია ამ თემაზე სიმართლე რომ გითხრათ, რამე კონკრეტული პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, არ მეკუთვნის, არც ვიცი თემა, კონკრეტულად ეს თქვენი თემა, ამიტომ ესეთი პასუხი რომ გაგცეთ რაღაცა კონკრეტული, ესეც არასწორი არ იქნება ჩემი მხრიდან. ზარი ეთერ შემოუშვით. გამარჯობა. მოგესალმებით, ისაუბრეთ. მე ძალიან მიგება თქვენთან შემოსვლა, ამბები ძალიან გაწიდა ამ მომენტზე შემოსვლა. და მე ძალიან მაინტერესებს რომ გაჩვენდეს ეს საკითხი ნარკომანის შესახებ, აი ამ კანონის შესახებ ძალიან მოკლედ. ეს არის მოიგო თამაში, ერთ გამსაგებელ უნდა თავოეკვას ის ფონება, რომელიც ჩვენი ბაჟების სისხლით და ოფლით და დამწერლობით იქნება მოპოვებული. არ შეიძლება, თორე ისე ვერ გავაჩერებთ მას. გამსახებელ ფონება უნდა თავოეკვას. ადრე იყო ამაზე საუბარი თავდაპირველად და რატომღაც ბოლოს შეწყვიტეს ამისა. მეორე საკითხი ამაზე. არ შეიძლება ასე ხელახებით ნარკომანიების ასეთი რეიტა. მაგრამ წავაცადებები მერე აუცილებლად დაიწყება ცადებები და საერთოდ მოსპობენ ახალგაზრდობას. ამას ძალიან დაკვირვებით უნდა მიიღება და მე როგორც მომწდა ხმა ვისა რა ქვია კანაფზე და იმათი არისება კანაფის იწყება ბატონო გიორგი კანაფის იწყებენ და კანაფის უნდა აიკრძალოს და მარიხუანას უნდა აიკრძალოს მაგრამ მისველება უნდა ახალგაზრდებს რომ ის რომელსაც შეუძლია მუშაობა აუცილებლად სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს არ შეიძლება დაუსაქმებლობამ გამოიწვია ყოველივე არ გახვიდეთ ეთერიდან ქალბატონო? დიახ. გპასუხობთ. ეს კანონი ჩემი აზრით არის პოპულისტური. ამ კანონს იღებს ხელისუფლება რომ თავი მოაწონოს იმ ხალხს, ვინც გამოდის ნარკოტიკის წინააღმდეგ. მაგრამ არის ერთი რამ,
ერთია რომ შენ ებრძვი ნარკოტიკს, მეორეა რომ შენ ებრძვი ნარკოტიკის მომხმარებელს და მესამეა შენ ებრძვი გამყიდველს, ანუ ეგრეთ წოდებულ ბარიგას. ხელისუფლება, როდესაც დღეს აცხადებს და კანონში წერია, რომ დადგინდება თუ არა რომ ადამიანი არ გამსაღებელი, ეს თვითონ სასამართლო წყვიტავს მიანიჭოს მას გამსაღებლის კვალიფიკაცია თუ მომხმარებლის, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი რატომ დატოვებული? იმიტომ რომ ის კონკრეტული ეგრეთ წოდებული ბარიგები, რომლებიც ხელისუფლებაზე მუშაობენ, ისინი ხელშეუხლებლები იქნებიან და ყოველთვის გაყიდიან იმ წამალს. ეს რომ გესმოდეთ. დაიჭერენ ისეთ გამსაღებელს, რომელიც არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და არის უბრალოდ ეგრეთ წოდებული ინდემეწარმე, ანუ ინდივიდუალურად შემოაგდა, ინდივიდუალურად ყიდის. იმას დაიჭერენ და ჩასვავენ ციხეში. და ჩვენ გვეგონება, რომ სერიოზულად ებრძვიან ნარკოტიკების გასაღებას ქვეყანაში. დამიჯერეთ, როდესაც ხელისუფლებას უნდა რომ ნარკოტიკთან რეალური ბრძოლა გამოუცხადოს ნარკოტიკს, არც ერთი ბარიგა, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ნარკომომხმარებელმა იცის რომ სადღაც კონკრეტულ მისამართზე იყიდება წამალი და ხელისუფლება მეგარიცის? სპეცსამსახურებმა ეგ არიციან? ესე იგი ნარკომანმა იცის და აგენტურა რომელიც ყავს სპეცსამსახურებს იმათმა არიციან სად იყიდება ნარკოტიკი? ან საიდან შემოდის ეს ნარკოტიკი, ან როგორ შემოდის? მაქსიმუმ ერთ თვეში დაამთავრებდნენ ამ თემას. დიახ, ბატონო გიორგი, არც ერთ ლექს და უბრალო პედაგოგს არ შემოაქვს ნარკოტიკი. რა საკურველია? თვითონ მათ იციან მყინვალეს და გარდა ამისა იწვრება მხოლოდ წლები მოახერხი და ოსტრამდე იმპოსტ და ეხლა ხდება 12 თუ 14 წლიდან ოსტრამდე სხვა არაფერი არ იწვრება. მეც მანდა ვარ მორიგი თამაშია, ეს არაფერი არ არის. კი ბატონო, ეს არის პოპულისტური განცხადება და ვინც ესე ვთქვათ უხეშად ვიტყვი რა, ვისაც აჭმევენ, ვინც შეჭამს, გადაყლაპავს, იმაზე იმოქმედებს და ვინც ეხლა როგორც თქვენ ადამიანი რომელიც სწორად აანალიზებს და ხვდება რომ ეს არის მორიგი თამაში, ასეთ ადამიანებზე არ იმოქმედებს ეს ასე ვთქვათ მათი პოპულისტური ნაბიჯის ეს გადადგმული ნაბიჯი. მე ქვეყანაზე როგორ იმოქმედებს და ახალგაზრდებს ის მადარდე. სამწუხაროდ ჯერჯერობით რეალურად რომ ვინმე ზრუნავდეს ახალგაზრდებზე და მათ მომავალზე ამ ხელისუფლებაში მე ვერავის ვერ ვხედავ. თუ ვინმეს დავინახავ აუცილებლად აღნიშნავ და ვიტყვი ამას ხმამაღლა, მაგრამ ჯერჯერობით ამას მე ვერ ვხედავ. პირიქით დაპირისპირება ახალგაზრდებთან და რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა დატოვოს ქვეყანა, ეს არის მე მგონი ეგეთი ამოცანა აქვს ხელისუფლებას სამწუხაროდ. მადლობა თქვენ, მადლობა ზარისთვის. თქვენ უნდა გესმოდეთ, მე არ ვსიამოვნებს, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ დღეს ხელისუფლებაში ასეთ ხალხს ვხედავ. სამწუხაროდ მე ვაფასებ და ვაანალიზებ კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე, გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუ შენ 8 წლის წინ დეკრიმინალიზაცია გამოაცხადე, კანაფის დეკრიმინალიზაცია გამოაცხადე და ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ რომ კანაფის დიდი მინდორები უნდა გაშლილიყო საქართველოში, იმიტომ რომ გეგმა იყო ასეთი. იქიდან სერიოზული ფული უნდა შემოსულიყო და ამის წინააღმდეგ გამოვიდა ბევრი ადამიანი და დეკრიმინალიზაცია დატოვე და ამ მინდორებზე უარი თქვით დროებით და დღეს თქვენ ამ დეკრიმინალიზაციასაც უკუქცევით, ასე ვთქვათ, ისევ კრიმინალად ხდით, ჩემთვის გაუგებარია, პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის გაუგებარია, რომ ერთმა და იგივე ხელისუფლებამ თავის ხელისუფლებაში არსებობის მანძილზე, ამდენი წლის მანძილზე ერთ კანონს იღებდეს, მერე საპირისპირო კანონს იღებდეს, მერე კიდე ცვლიდეს თავის იდეოლოგიას და ასე შემდეგ და ჩემთვის გაუგებარია. მე ასეთი ხელისუფლება არ მინახავს. პირდაპირ ვამბობ, თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, ვინც მე ისტორიულად შემიძლია რომ დავასახელო და ისტორია არც ისე ცუდად მე ვიცი, რომელიც თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცვლის ამ კანონებს, ხან ერთ კანონს მიიღებს, მერე საპირისპიროს იღებს, მერე იდეოლოგიას ცვლის და ასე შემდეგ თქვენ ხართ ერთადერთი მსოფლიოში ასეთი ხელისუფლება. თუ თქვენი ამოცანა იყო რომ ასეთი ხელისუფლება ყოფილიყავით ხართ.
ზარია შემოუშვით. ალო, დიახ, გისმენთ. გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, გაფასოთ. რაც შეეხება ახლა რაიონიდან გირეკავს, ვიყავი სოფელში დაანგრეული სახლები და ნუ არ ვიცი განუკითხავდა, არავინ სოფელში არა ეძახიან რომ სოფლის მეურნეობას უნდა მიხედოთ, სოფელს უნდა მიხედოთ. ასულია ხალხი. იდემ მიდია. რო დაბრუნდნენ, რომ მოვიდნენ. ხილის ფასი არა აქვს. მანდარინის საერთოდ მიწაზე აღარ გასწორებულა. რითი უნდა ისარგებლო, რითი იცინონ თავი, ან მოხუცემა, ან ახალგაზრდებმა. არავინ არაფერს არ ეხმარება. რაც შეეხება ახლა რაიონიდან ვარ მეთქი, რო გითხარით, გიგბოდიე. დიდი თოვლი იყო მოსული. გურიდან გირეკო. დიახ. ისეთი 2 მეტრო თოვლში ვარ. 60 სული ძროხა. ჩამისხდა ქარავი და მოყოლილია შიგნით. და ლიბერტი ბანკი მირეკავს 22 ლარი უნდა გადაიხადო დღეს. თუ არ გადაიხადე დაგაჯარენ. ბიჭო ვეუბნები მოვალ, მაგრამ ბანკში თუ იქნება თანამშრომელი. აი ასეთი განუკითხავ. აი მე არ ვიცი, არაფერი არ ეშველება. არ ეშველება. თქვენ გადაცემა კი გინდათ ყველაფერი კარგად, ამას კიდაც ვაყურე, პროდუქტებზე იყო ლაპარაკი. ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მაგრამ შედეგი ვინა პატრონი. შედეგი ბატონო ჩემო, ჩვენ უნდა დავაყენოთ. დადგება როგორ. დადგება დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ჩვენ სათქმელს ვიტყვით. უბრალოდ ის დღე რო დადგება, არავინ არ უნდა დაიზაროს, გარეთ გამოვიდეს. არავინ არ უნდა დაიზაროს და არ შეშინდეს, რაც მთავარია. როგორც ჩვევიათ ხოლმე. აუ, იცით რა არის? მე მეშინია, ის არ მოვიდეს, თუ წავა ოცნება, ნაცი მოვა და აი ეს უაზრო რაღაც კი ბატონო, კი. გამონათქვა დაივიწყოს საერთოდ ხალხმა. რა დროს ეს რაღაც სისულელე და შიშები ნაცი რა ნაცი მოვა, კაცო. ნაც თვითონ არ ჯერა რომ არსებობს და რა სად უნდა მოვიდეს. ხო და ახლა გეტყვი კიდე იმ სოფლიდან ვარ, სადაც სოფლიო იცნობს. აი მიხდები ახლა რომელიც სოფლიდან ვარ. არაფერი, წყალი არა. მოსახლეობა წყალის არა, წყალიც არა. თვითონ მას არა აქვს, ვინც იყო ამ სოფლის აი სოფლიოზე რო გაიტანა თელი რომ აჩვენა ვინ ვარ. აი ასეთი განუკითხო. რა უნდა გააკეთოს სოფელში? არა, აი ერთი ხორცზე იყო, ხორცზე ლაპარაკი რო რატომ კი სამი. დიახ. ხორი რო იყოლიოს, ხორი კაცმა სიმინდი რო მოიყვანოს. დიახ. ხორი ვერ ძლევს, ვერ იცოცხლობს. არაფერი არა. დიდი მადლობა მოდიჯიხა. არა, მადლობა თქვენ, მადლობა ზარისთვის და თქვენი თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება სოფელს, უკვე ვისაუბრე მე პრინციპში ამ თემაზე, მაგრამ კიდე გავმეორდები. თუ ხელისუფლება არ დაუდგა გვერდში სოფელს ბუნებრივია განვითარება არ ელოდება. ეს ყველას კარგად გვესმის. მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ პირიქით სოფელი დაიშალოს და გაიქცეს ხალხი ზოგი ქალაქში, ზოგი უცხოეთში, ეს არის უკვე ფაქტიურად მავნებლობა და მე შემიძლია ვთქვა, ქვეყნის ღალატს უტოლდება. იმიტომ რომ იმის მაგილოთ რომ გააძლიერო ქვეყანა და ქვეყანა გაძლიერებული იყო მაშინ, როცა სოფელი სათანადო სიმაღლეზე იდგა და სოფელი აჭმევდა ქალაქს, ჩვენ გვახსოვს ეს ნათქვამიც, რომ სოფელი აჭმევს ქალაქს და ბუნებრივია ასეც იყო. არავინ არ ყიდულობდა პროდუქტს თურქეთიდან, ან ბრაზილიიდან ხორცი არ შემოქონდათ, არგენტინიდან და ასე შემდეგ, ინდოეთიდან. ყველაფერი იყო ადგილობრივი მაღალი ხარისხის. მაშინ როცა სოფელი სათანადო სიმაღლეზე იდგა. და როდესაც შენ მიზანმიმართულად აცარიელებს სოფელს, მიზანმიმართულად ცდილობ რომ გააქციო ხალხი სოფლიდან
ქალაქში ან უცხოეთში ეს უკვე მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ქვეყნის ღალატს უტოლდება. ნუ მე ესე მესმის დღევანდელი რეალობა. ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მოგესალმებით. გიორგი. დიახ. მე რამიდა გითხრა ისი. დიახ. ეს ყველაფერი შემოდის საზღვარზე, კამაზე. და ეს თავობა ეს ყველაფერი იცის. ამას ვიღაცა იმაშება რაფია ვიღაცა განაგებს. მაგას უბრალოდაც ვერ შემოიტანს. დიახ, ისაუბრეთ. არა, რაფი ხალხო. ამას უბრალოდაც ვერ შემოიტანს და უბრალოდაც ვერ ციხიდის. დიახ, გააგრძელეთ, ნუ ჩერდებით. არა, გასაგებია ეს სახალხი ხალხი. უბრალოდაც მაგას ვერ ციხიდის და ვერ შემოიტანს. კი ბატონო, გეთანხმებით. თუმცა არიან ერთეულები, ნუ აქ ერთეულებზეა საუბარი, რა თქმა უნდა. არიან ინდივიდები, ვისაც შემოაქვს რომ გაყიდოს და რაღაც პატარა ფული იშოვოს. ერთეულები არიან, ერთეულები. საქართველოს გავლით შემოდის სასოხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. დიახ. კარგად ძანდებოდეთ, ოძიშ. კარგით, მადლობა ზარისთვის. გასაგები ახლა მაყურებელი რას ამობდა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება წამლის გაყიდვის წერტილი არსებობდეს, ამ წამლის გაყიდვის წერტილის შესახებ იცოდეს ეგრეთ წოდებულმა მომხმარებელმა, ანუ ნარკომანს აღარ ვეძახი, მომხმარებელმა წამლის და არ იცოდეს სპეცსამსახურმა. ხო, ეს ხო შეუძლებელია. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. ამიტომ არის კონკრეტული, მე ახლა არ ვამბობ რომ მთლიანად მთელი სპეცსამსახურები და მთელი ხელისუფლება ამ წამლით არის დაკავებული, მაგრამ არსებობენ ქვედაფენები, რომლებიც ფარველობენ, არსებობს თქვათ პოლიტიკურ სპექტრშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფარველობენ. ასეთი რამე ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ხდება, მაგრამ ის რომ ნარკომანიასთან, ანუ ნარკოტიკთან ბრძოლა და მომხმარებელთან ბრძოლა, ეს უნდა გავმიჯნოთ, ეს ორი სხვადასხვა რამე არის. მომხმარებელს კი არ უნდა ვებრძოლოთ, მას მაქსიმალურად გვერდში უნდა დაუდგეთ, რომ მივცეთ საშუალება რეაბილიტირების. და ნარკოტიკს უნდა ვებრძოლოთ, შემომტანცას და გამსაღებელსაც. ზარია შემოუშვით. ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. საღამომშვიდობა. საღამომშვიდობის. მომწონშვილო თქვენი გადაცემა. მადლობა. მე ასაკოვანი ხალი დირექტორ გურიიდან ვარ. გაიხარეთ, მადლობა ქალბატონო. ბევრი რამეა გასაკეთებელი, იმდენია გასაკეთებელი, რომ მე არ ვიცი, მაგე რაფერ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ახლა კიდე გამოსწევნა რომ ლაპარაკა გურიიდან ვეკავო. დიახ. შვილო, გურიიდან ვეკავ მეც და ჩვენ ყველაზე მთავარი იდეა და წარსაღებული ჩვენი ქვეყანა, რატომ უნდა მიყიდოთ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტი, როცა იმხელა ტერიტორია მაქვს სოფელი მიტოვებული, ხენ წეიღო ყველაფერი. ჩვენ მოხუცებული ცოლქმარი ვარ, ლანჩხუთის ცენტრში მქონდა სოფელი მაგდედა ნინოშვილი. მაგარი განშენებული ხელმით ყველაფრის ვარ ჯერ ხომ ფაროსნამ დააფუჭა. მე ახალგაზრდა შვილები, ჩემი წასულები იქეთ, აქეთ და გვარჩენენ იგენი. ქმარი მყავს გული დავატყობი, ვეტერანია სამხედრო ჯგუფი აქვს და იმდენი წამლები ჭირდება, რომ აი პენსია მისი 550 ლარი ჭირდება მაგას წამლებისა. თუ შვილო თქვენი ჭირიმი არ ისრულეთ და მე ჩემფერებმა რა უნდა გააკეთოთ, ორი ჯოხით დავდივარ აგერ ეზოში, მაგრამ რომ იყოს მიტინგი და რამე მაინც გამოვალ მაინც ასე მე ჩემი ჯოხი
მაგარი უკანონობა თუ არ ეშველა სოფლებს. კი ბატონო. ჩემი თხოვნაა შვილო. დიახ. მადლობა დედა. ბოდის მადლობა თქვენ, ქალბატონო, მადლობა თქვენ. მადლობა ზარისთვის, მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის და გვერდში დგომისთვის, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ბევრ საკითხს შევეხეთ, მაგრამ ყველას გესმოდათ, რომ ძირითადი პრობლემა, რაც აქვს ადამიანს, ეს არის სოციალური პრობლემა. ეს სოციალური პრობლემა საიდან მიმდინარეობს? აი ზუსტად იქიდან, რომ ჩვენ რეგიონები დავასუსტეთ, ჩვენ კი არა, ხელისუფლებამ. ჯერ ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო რეგიონების დასუსტება და ახალი ხელისუფლება უკვე რაღა ახალია, ხო, 12-13 წელიწადი არიან ხელისუფლებაში. ისინი აგრძელებენ რეგიონების დასუსტებას. ჩვენ მივეჩვიათ სიტყვას სოფელი და სოფლის გაძლიერება. სინამდვილეში სოფელს რატო ვეძახით? აი მოდით სხვანე რეგიონებია, ხო, სოფელს რატო ვეძახით? ჩვენთვის ცენტრი არის მარტო თბილისი. თქვენ სოფლიო არის, როგორ იცნობთ სოფლიოს, მაგრამ ავიღოთ ამერიკა, ავიღოთ, თქვათ რომ იგივე პარიზი ავიღოთ, სიტყვაზე ვამბობ. პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე რეგიონი მასზე ნაკლებია. ვაშინგტონი ამერიკის დედაქალაქია, მაგრამ შტატები რო ავიღოთ ცალკეულ შტატ, ბევრი შტატი სილამაზითაც და ეკონომიკურად ჯობია ვაშინგტონი. ანუ დედაქალაქზე რო ხარ ორიენტირებული, ეს არის ყველაზე ცუდი. ამიტომაც სუსტდება რეგიონი. და ზოგს გონი, აუ, სოფელში რა მინდა? სოფელი კი არა, კაცო. ის არის შენი საცხოვრებელი. შენ თუ იმას ააყვავებ, პირიქით, თბილისში კი არ წამოვა ხალხი. შეეცდება რომ შენთან მოხვდეს რამენაირად რეგიონში, რომ იქნება მად მოძებნოს სამსახური და ასეთ რეგიონი გაშლილი თუ იქნება საქართველოს მასშტაბით, არავინ არ წამოვა თბილისში ფულის საშოვნელად, არავინ არ გაიქცევა ქვეყნიდან. ყველა დარჩება იქ, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, იმიტომ რომ მას ეცოდინება, რომ რა თმინდა გაქცევა, აქ მშვენივრად გრძნობ თავს, გაცილებით უკეთესად ვიდრე ბევრი თუნდაც თბილისში. ამიტომ გამქცევი არავინ არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც მიზანმიმართულად ხდება რეგიონების დასუსტება, მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი. ეხლა კი მინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ შევხვდებით მომავალ ორშაბათს, 8:30-დან 10:30-მდე ვიქნებით, 2 საათი. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით თქვენი აზრი, თქვენი წუხილი, ან თქვენი მოსაზრება იქნება, გეგმა გაქვთ როგორ ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კეთილი, კარგად ბრძანდებოდეთ.